შენ ძალიან ბევრს კითხულობ, ძალიან ბევრ ვიდეოებს უყურებ იმასთან დაკავშირებით, როგორ გახდე თავდაჯერებული, მაგრამ რატომღაც ამდენი ცოდნის ფონზე შენ არაფერი არ იცი. შენ იცი, მაგრამ შენ არ ხარ. ანუ ჩვენ ვსწავლობთ და ჩვენ ვკითხულობთ რაღაცას იმისათვის, რომ რაღაც გავხდეთ. და შენ წაიკითხე და დაუთმე იმისათვის, რომ თავდაჯერებული გახდე, თქვათ, პირობითად ერთი თვე. და შენ არაფერი არ შეგიცვლა შენს რეალობაში, შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. იმისათვის, რომ რაღაც ახალი შევმატოთ ჩვენ ცხოვრებას, ძველი რუტინით და ძველი რუტინის გაგრძელებით რაიმე შეიცვლება? არა. იმისათვის, რომ თავდაჯერებული გავხდეთ, რაცაც ეს ვიდეო ემსახურება, პირველ რიგში უნდა მივიღოთ ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ ვიცოდეთ, როგორი უნდა გავხდეთ, როგორი უნდა ვიყოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ და ამის შემდეგ ეს ყველაფერი დააპრაქტიკო. ანუ პრობლემა არ არის იმაში, რომ შენ საკმარისი ცოდნა არ გაქვს, შენ გაქვს საკმარისი ცოდნა, შენ არ გაქვს საკმარისი პრაქტიკა. გამარჯობათ, მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩემს სივრცეში, მე ვარ ეკა და დღეს მე ვისაუბრებ თავდაჯერებულობის მესამე და ბოლო პრინციპზე, რომელიც არის პრაქტიკა, იგივე მოქმედება. ეს არის ბოლო პრინციპი, ვინაიდან რადგანაც თავდაჯერებულობას აქვს ძალიან ბევრი დეტალი, ამიტომ ცალკე ვიდეოებს ამ ყველაფერზე არ გავაკეთებ. დღეს შევაჯამებ თავდაჯერებულობას და ზოგადად ვისაუბრებ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოქმედება თავდაჯერებულობისთვის. მინდა ვიზუალურ მაგალითზე წარმოგიდგინოთ და ვეცადო ავხსნა თუ მოქმედებას რა მნიშვნელობა აქვს თავდაჯერებულობის ამაღლებისთვის, ამიტომაც სტუდიაში ჭიქა. პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ ეს ჭიქა არის ადამიანი. წყალი არის ავსებული, ამაში არ ვიცი რამდენად ჩანს. ეს წყალი არის ჩვენი თავდაჯერებულობა და ონკანი, რომდანაც ივსება, ეს წყალი არის მოქმედება. იმისათვის, რომ ამ ჭიქაში აივსოს წყალი, ჩვენ გვჭირდება მოქმედება. წარმოვიდგინოთ, რომ ონკიდან მოდის წყალი არა ბევრი რაოდენობით, არამედ წვეთებით. შესაბამისად, დაახლოებით მივხვდებით, თუ რამხელა ძალისხმევა და რამხელა დრო სჭირდება იმისათვის, რომ ეს ჭიქა, ანუ ადამიანში თავდაჯერებულობა ამაღლდეს. თავდაჯერებულობას დავლა. შესაბამისად, ეს არის მოქმედების პრინციპი, ეს არის პრაქტიკის პრინციპი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ფუძე, ანუ ფუძე არის თავდაჯერებულობის მოქმედება. ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს ის თუ როგორ მოიქცეს. რა თქვას სად. მაგრამ ის გაერიოს სხვა უცხო ადამიანებთან, ყველანაირი კომპლექსების, ყველანაირი თავდაუჯერებლობის გარეშე, თავდაჯერების გარეშე. მაგრამ მან რატომღაც და როგორღაც მოახდინოს ის და მოახერხოს ის, რომ გახდეს სპეციალისტი ადამიანებთან ურთიერთობის. მას არ ქონა არანაირი ცოდნა, მან არ იცოდა თუ ვისთან რა უნდა ელაპარაკა, მაგრამ მან დაუშვა ბევრი შეცდომა. მას ვიღაცასთან შეეშალა, იმიტომ რომ ამ ადამიანთან ესე ვერ ისაუბრებ, ამ ადამიანთან ესე ვერ ისაუბრებ, მან მიიღო პრაქტიკა, მან იცის როგორ უნდა მოიქცეს. ხოლო ადამიანი, რომელიც არ ვიცი, პირობითად ზის და კითხულობს, რა როგორ უნდა გააკეთოს და როდესაც რეალურ ცხოვრებაში ფაქტის წინაშე დადგება, ისიბნება, იმიტომ რომ მას არ აქვს პრაქტიკა, მან არ იცის რეალურად რა როგორ უნდა გააკეთოს. პირველად, რასაც გააკეთებ, ყველაფერი არ გამოგივა. პირველად, როდესაც დაელაპარაკები გოგოს, არ გამოგივა. შეიძლება ხბლიანი იყო და გამოგივიდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადამიანს არ გამოსდის ეს. ან როდესაც ახალ საგანს ისწავლე, ჯერ საერთოდ ვერ მიხვდები საიდან უნდა დაიწყო. როდესაც რაიმე ჯგუფში გინდა რომ შეხვიდე და ყველა არის ყველაფრის სპეცი და შენ არაფერი არ იცი, გაგიჭირდება რომ ამ ადამიანთან კომუნიკაცია და ურთიერთობა აწყო. როდესაც რაღაცას პირველად აკეთებ, ყოველთვის ის გაგიფუჭდება. იდეალური, ზოგადად იდეალურობა არ არსებობს, მაგრამ არსებობს იდეალურთან მიახლოებული სიტუაცია და ქმედება და ეს არის მოქმედება. ეს არის პრაქტიკა.
ანუ იმის მაგივრად რომ თქვენ იჯდეთ და კითხულობდეთ თუ რა როგორ უნდა გააკეთოთ ამ სიტუაციაში კონკრეტულად ესე უნდა მოვიქცე, აქ რო წავალ ესე უნდა მოვიქცე, თქვენ უნდა უბრალოდ იცოდეთ. თქვენ უნდა იცოდეთ მაგალითზე. ერთ მაგალითს მოვიყვან ჩემი ცხოვრებიდან დაკავშირებით, ესე კონკრეტულად აღარ ვიტყვი, მაგრამ როდესაც მე დავუშვი ერთი შეცდომა, პირობითად ვამბობ ერთი შეცდომა, ერთი დიდი შეცდომა, სადაც მე მივიღე ემოციური ტრავმა, სადაც მე თავი ვიგრძენი ძალიან არაკომფორტულად, ცუდად, ვტიროდი და ასე შემდეგ. პირობითად ვამბობ ახლა რაიმე არ ვიხსენებ. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ მე დავდექი ფაქტის წინაშე, რომ შესაძლებელია იგივე განმეორდეს ჩემს ცხოვრებაში. და თქვენი აზრით, მე დავუშვებ იგივე შეცდომას? იმედი არა. იმიტომ რომ მე ვიცი, როდესაც მე ამ სიტუაციას გავიმეორებ და ამ შეცდომას გავიმეორებ, ამ ყველაფრის შემდეგ მე ვიტირებ, მე თავდაჯერებულობა დამივარდება, მე ცუდად გავხდები და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ რაღაცა პრაქტიკის დონეზე და არა წერლობითად, რომ იცი რა გავიხსენო ამ სიტუაციაში, როგორ უნდა მოქცეულიყავი. როდესაც მე ვიცი, რომ ამ სიტუაციაში ამას ეს მოყვება და მე უკვე ეს ყველაფერი ვიცი პრაქტიკაში, ჩემთვის ყველაფერი მარტივია. მე აღარ დავხარჯავ დროს, იმისათვის რომ რაღაცები გავიხსენო, აღარ დავხარჯავ დროს, რომ ეს ყველაფერი გამოვცადო, მე უკვე ვიცი. მინდა შეგახსენოთ თავდაჯერებულობის პირველი პრინციპი ეს არის საკუთარი თავის მიღება, ამას შეგვიძლია სხეულიც და ინტელექტიც. და მეორე პრინციპი ეს არის ალტერნატიული ეგოს შექმნა. ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს ორი რაღაც არის სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ გავიდეთ სოციუმში, იმისათვის, რომ ვიყოთ თავდაჯერებული და შევისწავლოთ თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობა არ არის ის თავდაჯერებულობა არ არის ზუსტი მეცნიერება. მაგალითად, მათემატიკა რომ შევისწავლოთ. მაგალითად მათემატიკა რომ შევისწავლოთ, რომ რაღაცა ფორმულის გამოყენებით მე ამას ამოვხსნი. ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური თავდაჯერებულობა, ყველა ადამიანისთვის თავდაჯერებულობა არის განსხვავებული. მე დეტალებში ვერ გასწავლით თავდაჯერებულობა რა არის, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი ავთენტური თავდაჯერებულობა და ეს შეიძლება ვიღაცისთვის იყოს პირიქით, საპირისპირო. ამიტომ, როდესაც ავთენტურად თავდაჯერებულები იქნებით, საკუთარ თავში მოიზიდავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უნდა მოიზიდოთ თქვენი ცხოვრებაში, რომლებიც გჭირდებათ თქვენ ცხოვრებაში. არასოდეს არ იყოთ ის ადამიანი, ვინც რეალურად არ ხართ. და ამაში გულისხმობ უფრო იმას, თუ აი როგორ ანახებთ ადამიანებს თქვენს თავს. არ არის საჭირო იმისათვის, რომ ის რაღაც აჩვენოთ, რაც რეალურად არ ხართ. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ იყავით ავთენტური და ავთენტურად თავდაჯერებული, იმიტომ რომ ეს უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე სხვანაირი თავდაჯერება, ვითომ თავდაჯერება, ან თავდაჯერება რეალურად იმით, რაც თვითონ არ ხართ. ხო, ეს არის ჩემი, ასე რომ ვთქვათ, სამი პრინციპი, რომელიც მე შევქმენი, უბრალოდ ალტერნატიული ეგო ჩემი შექმნილი არ არის, ეს არის სისტემა, რომელიც ასე რომ ვთქვათ, ვიღაცა მოიგონა და მე ასე რომ ვთქვათ, დავაკოპირე, ოღონდ არ ვიცი ნამდვილად ვინ მოიგონა და ასე შემდეგ. და ზუსტებით განმოკოპირებული სიმართლე გითხრა არ არის ჩემი რაღაცებიც არის შემატებული, ამიტომაც მე ძალიან გამიხარდება თუ ამ სამ პრინციპს საკუთავის შეცნობას და შემდეგ უბრალოდ მოქმედებას დააპრაქტიკებთ და გააკეთებთ და თქვენ ამოიცნობთ თქვენ საკუთარ თავს. გასაგებია იქ თავდაჯერებისთვის გჭირდება რომ როდესაც ოთახში შედიხარ აი ესე არ უნდა მოტრიალდე და როდესაც შედიხარ ყოველს თვალებში უნდა უყურო, გასწორებული უნდა გქონდეს მხრები, ეს ყველაფერი გასაგებია, ფიზიკური მაჩვენებელი ადამიანის თავდაჯერებული არის თუ არა, ეს გასაგებია, მაგრამ ეს არის ყველაზე ბოლო რაღაც, რაც შეიძლება შეისწავლოთ, ეს არის ყველაზე უმნიშვნელო რაღაც თავდაჯერებულობისთვის, თავდაჯერებულობა არის ცოდნა, ის რაც იცი.
ადამიანი, რომელიც რაღაცაში არის ძალიან კარგი, მაგალითად, ფეხბურთში. თქვენი აზრით, ის ძალიან თავდაჯერებული არ არის, როდესაც ფეხბურთზე საუბრობს და როდესაც ამბობს, რომ ეს პირობითად ფეხბურთზე არაფერი არ ვიცი. ამიტომაც ცოდნა და რაღაცის იდეალურთან მიახლოებულად შესწავლა არის ის, რაც თავდაჯერებულს ხდის. როდესაც ჩვენ დააპრაქტიკებ ადამიანებთან, უცხო ადამიანებთან ურთიერთობას და ამას ყოველდღიურად გააკეთებ, ჩვენ უბრალოდ იცი როგორ უნდა მოიქცე. იცი როგორ უნდა მოიქცე, რომ ადამიანები არ შეაშინო, როდესაც შენ სხვა ადამიანთან მიდიხარ, იმიტომ რა ვიცი, ეს ადამიანი მკლავს, ხო? ან რაღაცა უნდა შემაშხვროს თვალებში, არ ვიცი, ხო? ამიტომაც ეს არის დასასრული ამ ვიდეოს. აღარ მინდა ძალიან გრძელი ვიდეოები რო ჩავწერო, იმიტომ რომ ცოტა მოსასმენად დრო გჭირდება და ჩვენ ჯენზის თაობა და სხვა ადამიანებს უკვე მიჩვეული ვართ 10 წამიან ვიდეოებს TikTok-ზე და ცოტა რთული არის გრძელი ვიდეოების ხრობა და მე თქვენი მესმის. ეს არის ჩემი რჩევები პირადად ეკასგან. და აიღეთ თქვენი თავდაჯერებულობით სავსე ჭიქა და გაგიმარჯვეთ. თქვენს წინაშე იყო ეკა. წინ ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო გველოდება და დარჩი ჩემთან ერთად.